მოსასმენად რამდენიმე წამში ის გააკეთებს სპეციალურ განცხადებას აი უსმენთ ჩალვა პაპოშვილს რომელიც საქართველოს დამსახურებულად თავისი შრომით, თავისი ბრძოლით მიიღო და მინდა ეს დღე განსაკუთრებით მიულოცო ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ათწლეულის განმავლობაში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომელიც სწორედ ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატობის ღირსია და წევრობის ღირსიც არის. მინდა მიულოცო განსაკუთრებით ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით აჩვენეს კიდევ ერთხელ საქართველოს არის საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი და ამ მხრივ ერთი დიდი ოჯახის წევრი და მინდა მიულოცო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს, რომელიც თავის სფეროში აკეთებს ყველაფერს, ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი და ამით გახადა შესაძლებელი დღევანდელი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს ვიმტით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ გადაწყვეტილებისა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ და ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა მიულოცო უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საერთო ჯამში მოლოდინის სრულად გაამართლა ევროპული საბჭოს ხდომამ და პირველივე დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომ ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე. ეს ის გზა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა, რომელზეც საბოლოოდ აქვს დასტური ევროკავშირისგან. თავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკვე მიღებულია ის ეგრეთ წოდებული შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც იყო საუბარი, სწორედ ეს ფანჯარა საქართველოს უკვე გამოიყენა, ასე რომ ახლა წინ არის მუშაობა, რომელიც ბევრი ეტაპისგან შედგება და საქართველოს მოსახლეობა მინდა დავარწმუნო, საქართველოს ხელისუფლება ასევე წარმატებული იქნება ყველა ამ ეტაპის გავლაში. პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება მისი მილოცვა საზოგადოების მიმართ, რასაც გაუსვა ხაზი შალვა პაპუაშვილს.